ადვოკატების არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების და რიგითი ბათუმელებისაგან შექმნილმა საინიციატივო ჯგუფმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო რეესტრის დაკავებული თანამშრომლების შესახებ ერთობლივი მიმართვა გაავრცელა. ადვოკატების თქმით, წინასწარ პატიმრობაში მყოფ საჯარო რეესტრის თანამშრომლებს დანაშაული არ ჩაუდენიათ და მათი დაკავების სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობდა. ისინი სააპელაციო სასამართლოსგან ბრალდებული ადვოკატების საჩივრების დასაშვება ცნობას და საქართველოს პარლამენტის დეპუტატებთან შეხვედრას მოითხოვენ. ადვოკატები ეჭქვეშ აყენებენ მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის თანამშრომელთა კვალიფიკაციის საკითხსაც. თხოვნით მივმართავთ საქართველოს პარლამენტის წევრებს აჭარიდან უახლოეს დღეებში ორგანიზება გაუწიონ საქართველოს პარლამენტში პარლამენტარებთან, განსაკუთრებით ყოფილ ადვოკატებთან და უფლებადამცველებთან ადვოკატების წარმომადგენლების შეხვედრას, რათა პარლამენტის წევრებს გადავცეთ ჩვენ ხელთ არსებული უტყუარი მტკიცებულებები, რითაც დასტურდება დავით გორგილაძის, ეკატერინე ქარცივაძისა და რომან ზოიძის თვითნებურად დაკავებისა და დაპატიმრების ფაქტები. ჩვენ ვთხოვს ყველას ჩადგენ აი ამ ხალხის მდგომარეობაში და ერთიანად გავერთიანდეთ უსამართლობასთან ბრძოლაში. თუ აპელაცია ისე უკანონო განჩინებას ძალაში დატოვეს ქალაქ თბილისის პირველი სასამართლოს განჩინებას, მაშინ ჩვენ შაბათს მშვიდობიან აქციას მოვაწყობთ აი ამ ხალხის მხარდაჭერის გამოსახატავად. ჩვენ უცხადებთ სოლიდარობას შეკრებილ ადვოკატებს და თვლით, რომ ის ფაქტები, რაც ბატონო მეირაკიმ გააჟღერა, უნდა იქნეს საინტერესო და დაინტერესებული იქნეს საქართველოს მთავარი პროკურატურა ამ ფაქტების გამოძიებით.